გამარჯობა. დღეს მივდივართ ხევსურეთში. სოსოს ვიდეოს ვიღებთ. მე მძღოლი ვარ. იქნება ასევე რა ვოთხით და ვნახავთ როგორ ვივლით. ნახოთ აბა რა იქნება. არ ვარ ხევსურეთში ნამყოფი, არც მე, არც სოსო და ვნახავთ რა იქნება, როგორ იქნება. წავედით. ესეც ჩვენი რა ვოთხი. ვნახოთ აბა როგორ ივლის ეს რა ვოთხი. ჩვენ დასტერთან ერთად. კიდევ ერთი მანქანა დაგვემო. Ford F150. როგორც ხედავთ, შეფეხება არსებობს. ესე იგი, ხა გავჩერდით პატარა გაჩერება გვაქვს და აი რა არის მთავარი. აი ეს ქვები, აი ეს ქვები საშინელად ბასრია და ჭრის საბურავებს. თუშეთში ზუსტად ამან გაგვიჭრა და აქაც აი ეს მონაკვეთი არის ძალიან საშიში რა. ჯერჯერობით კარგად მოვდივართ, მაგრამ ნახავთ რა. საბურავები არ გვაქვს დაშვებული. როგორც ბასრი დანა ზუსტად ეგრეა. ამიტომ აი ეგ მომენტია გასათვალისწინებელი. ჯერჯერობით, რა ვიცი, კარგად მოვდივართ რა. საფხულებია, MS-ები და ჯავახას AT-ები აქვს სავარაუდოდ. და ნუ იმას ნაკლებად ეხება. ესე იგი, როგორც ხედავთ, შემოვედით შატილში, ნახე რა ლამაზი. მოვედით შატილს და მინდა გითხრათ, რომ შატილამდე გზა ძალიან პრობლემაა. არ არის საჭირო 4 წამყვანით ამოსვლა და მთავარია საბურავები, თუ არ გაიჭრა, არანაირი პრობლემა არ არის. შატილის ციხე, აი რა ძალიან ლამაზია. რაც არის შატილის ღირსშესანიშნაობა, აი მაგას მოვადეკით. Warriors field, yeah. Chida. ერთი მონაკვეთი იყო ესეთ ქვიანი და ცოტა ისეთი რა. სხვა ისეთი ჯერჯერობით არაფერი. ამოვდივართ ზემოთ და ეს ძალიან ლამაზი აქაურობა. გზაც ნუ ციცაბო აღმართია, მაგრამ მაინც ისეთია რა, კარგი გზა არის ჯერჯერობით. სხვა მხრივ რავი, ჯერჯერობით ჩვეულებრივად მოვდივართ და აი არანაირი პრობლემა არ აქვს მართლაც. მოვედით ჩვენს დანიშნულების წერტილზე. ესეთი სასტუმროა, guest house ardoti. ძალიან საოცარი ადგილია, 2100 მეტრზე ვალთ. აი ესეთი მაგარი ხედით. ძალიან მაგარი ადგილია. გზას რაც შეეხება, არაფერი ისეთი არ ყოფილა. ცოტა ისეთი ხრეშიანი, ქვიანი გზა. კარგი საბურავები, გამართული მანქანა და სიო მეტი არაფერი. გზა ამოვიარეთ. აქ დახოვლი გზა. აი იქიდან ამოვედით და არის აი საოცრება საერთოდ. ნახეთ. ფოტო საქმეშია. აი ესეთი სასტუმროა. აი ნახეთ. აი ესეთ ადგილზე
მანქანებისთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა. პრობლემა დამოვედით და თითქმის ყველა მანქანა ამოვა 4-4-ს. აი ასეთი საოცარი სასტუმროს ნომერი აქვს. ძალიან მაგარია. რა ვიცი, აი იდეალური გარემოა რა, უკეთეს რო ვერ ინატრებ. საკმაოდ ცივა სხვათა შორის. წინდებია, სამოსია. მაგარია, просто ძალიან მშია და ველოდები. როდის დავჯდებით სუფრაზე რა. ეს ხა მივდივართ მუცოში, იქ რაღაც უნდა გადავიღოთ და ხო, მერე უკვე არ ვიცი რას ვიზავთ. დავეთით. მოვედით მუცოში. აი ზემოთ უნდა ავიდეთ ფეხით. მანქანები აქ გაჩერდა. და ეხლა წავალთ ფეხით. ლეგენდა. ჩემი ძმა რო გამოვიწეროთ თუ შეიძლება მეგობრებო, ჩემი ხათი. ჩემი გამომწერები გადავდივართ ვიცეთ ჩემ ძმას. გაუხაროთ ეს კეთილი გული. ესე იგი, წამოვედით მუცოდან და გზად აი ასეთი სამაზია. აი ლესლის ხმა არა მოუღია მთელი მოგზაურობა. უჭკვიანეს. ესე იგი, ჩამოვედით ანატოლის აკლდამებთან და წავალთ, ნახავთ ეხლა რა ხდება, შიგნით სამარხებია რა მოკლედ და ძალიან საინტერესო ადგილია. იაკაც აგვიყვანე რაღაცა პატივს გცემთ, მე რაღაც ხინკას ჩავყრით, რაღაცა იქნება რა. დავბრუნდით სასტუმროში. ესეთი ამბავი აქვს. სასო ახლოს ხინკა. თავიდან ქენი. ჩემი მოხვეული ხინკალი, აი ესე გამოიყო. რა ვიცი, მე მგონი ცუდი არ არის. ესე იგი, გავდივართ არდოტიდან, არდოტი guest house-დან და მივდივართ აბუდელაურის ტბებზე. აი ამოვედით. აქამდე მოდის გზა, მერე უკვე ფეხით უნდა წავიდეთ ტბებისკენ. შეგელს გაუმეტეს. ესე იგი, ამოვედით თეთრ ტბაზე, ეს არის 2800 მეტრზე და სადღაც საათნახევარი მოვუნდით ამ საოცარი გარემოს სანახავად ამოსვლას.
აქედან უკვე წავალთ მწვანე ტბისკენ თუ ლურჯი. ნუ რაფერიც იქნება, ვნახავთ. ორივესკენ ბოდიში. ვნახავთ როგორი გარემო იქნება. აი ჩამოვედით ლურჯ ტბაზე და ნახეთ როგორი ფერი აქვს. ეს ზომით უფრო პატარაა, მაგრამ ძალიან ლამაზია. უბრალოდ ვიდეოში მე მგონი არ ჩანს რა როგორიც არის. ესე იგი, ეს მწვანე ტბა. სხვათა შორის ძალიან ლამაზია, აქ პატარა მდინარეებითაც ჩამოდის. საკმაოდ კარგია ეს. ესე იგი, ჩამოვედით ტბებიდან და მოვედით სასტუმრო სინდაურაში, რომელიც აქვეა, სადაც გზა იწყება ტბებისკენ. აი იქ არის ეს სასტუმრო, რომელიც არის ზღვის დონიდან 2300 მეტრზე. წავალთ ახლა და შევალთ შიგნით, ნახავთ რა ხდება. ასე გათენდა მეოთხე დღე. ეხლა წავალთ არხოტისკენ, უღელტეხილს ავივლით 2900 რაღაც მეტრზეა თუ არ ვცდები. და მერე თბილისისკენ. ეგ არა. ხა დავეშვებით. ესე იგი მოვიარეთ თერი ხევსურეთი და რა შეიძლება ვთქვათ. აქ არაფერი ისეთი არ იყო, რომ ამანქანას გაჭირვებოდა ნებისმიერს, თუნდაც F-50-ს რა თქმა უნდა არა და თუნდაც RAV4-ს. არაფერი აქ არ იყო. ერთადერთი რასაც ვიტყოდი არის ის, რომ მანქანა უნდა იყოს გამართული, კარგი საბურავები, სამუხრუჭე სისტემა წყობში ყველაფერი და ნუ მეტი არაფერი რა. არანაირი პრობლემა არ იქნება. თვითონ დასტერზე რაც შეიძლება ვთქვათ არის ის, რომ აი არანაირი გაჭირვება ამ მანქანას არ აქვს. პირიქით ისეთი მანქანაა ეს, რომ რაღაცნაირი მსუბუქია, მარტივად სამართავია და მანევრირებადია, ძალიან მარტივი სატარებელია და თითქოს აი ითხოვს, რომ მეტი დაბრკოლებაში გადახვიდე. თანაც ის პატარა ელექტროძრავი, რომელიც აქვს მანქანას, აშკარად იგრძნობა, ეხმარება მანქანის დაძვრაში. აღმართი მაგალითად დაძვრისას არ კვდება მანქანა და არ უჭირს სიარული. რაც შეეხება 4x4-ზე წამყვან სისტემას, ძალიან კარგად მუშაობს და ძალის ნაწილს ანაწილებს იმ ბორბლზე, რომელზეც ჭირდება მექანიკა, მაგრამ სამართავად ძალიან მარტივია. ოდნავ რბილია RAV4, მაგრამ ეს უფრო დამაჯერებელია ცუდ გზაზე და უფრო მარტივი სამართავია და თანაც სიმაღლე მეტი აქვს და ნუ RAV4-ს მე პირადად მირჩევენ. შემდეგი გაჩერება სავარაუდოდ რაჭა იქნება და ნახავთ აბა რაჭაში როგორი გზები დაგვხდება. ხევსურეთში, რა ვიცი, ვინც არ ხართ ნამყოფი, უნდა ჩამოხვიდეთ. დიდი არაფერია საჭირო, მანქანა იყოს გამართული, კარგი საბურავით, კარგი მუხრუჭებით და ისეთი რომ შუა გზაში სადმე არ შემოგაფუჭდეთ. მეტი არაფერი. ეგ არის და ეგ. აბა წავედით. ჩამოვედით თბილისში, სავსე ბაკით ვიყავით და დარჩა აი ამდენი რენო დასტერში. 400 კილომეტრი გავიარეთ. ეს კი RAV4-ზე უკვე თითქმის აღარ არის ბენზინი. თუმცა ერთნაირად ვიარეთ. რენო ბევრად ეკონომიური. თუმცა სავსე ბაკი მაინც საკმარისია ხევსურეთისთვის. ასე და ამგვარად. აბა კარგად.